მოგესალმებით უყურეს მე ვარ გოზემი და დღევანდელ ვიდეოში ვაპირებ რომ გავიმეორო Minecraft live hack-ები. სანამ ვიდეოზე გადავიდეთ აუცილებლად დაალაიქეთ, გამოწერეთ არხი და გააქტიურეთ ჯარისხლაკი. მოკლედ შევდექით ჩვენს ვიდეოს. მოკლედ ჩვენი პირველი live hack-ი თქვენ უკვე იხილეთ და მოდით დავიწყოთ. პირველ რიგში უნდა დავდგეთ აქ TNT, შემდეგ ეს რაღაცა ქსელი უნდა გავაკეთოთ და შემდეგ ეს ქვიშის ბლოკები უნდა დავდოთ რა. მოდი მე ესე დავდებ, ხა გავიმეორებ ამ ბლოკების ფერების კომბინაციას. სიუეგარი ხა ჩამოვიდეთ და ეს უნდა გავტეხოთ ხა როგორც მახსოვს აი ეს ხო და ეს ერთად რაღაც გლიჩისავით შეეკიდება, ავიღოთ სტელი და წავუკიდოთ და გონი იმოქმედებს. კი, ძალიან მოქმედებს. ანუ საბოლოო ჯამში არ იმოქმედა და ამას დაუწერ 10-დან 0-ს, იმიტომ რომ არ იმოქმედა. გადავდით სხვა live hack-ზე. გადავინაცვლეთ ჩვენს live hack-ზე და ვნახოთ რა თუ გამოვა. მოკლედ ეხლა როგორც ვიდეოში იყო, აგერ უნდა დავდოთ თაფლები, მგონი სწორი დავდე. ესენი აქ გავტეხოთ და უნდა დავუმიზნოთ რა და უნდა ვისროლოთ შუაში ენდერპრიალი. და არ გამოდის როგორც ჩანს. ან არ გამოდის, ან მე ვერ ვაკეთებ კიდევ ცოტა. არ გამოდის, არა. მაგარი ნუბობა იყო ეს და ამასაც 10-დან 0-ს დაუწერ. და გადავედით ჩვენ შემდეგ live hack-ზე. Wait, this worked. Okay, what are we gonna do with all these chickens? We're gonna jump off a cliff and wait. Chickens give slow falling now? Since when? Bro, it's like a parachute! გადავედით ჩვენ შემდეგ live hack-ზე, ესე დავობათ ჩვენი ქათმები და ჩემი რო გითხრათ, ჩემი აზრი არ მგონია ეხლა ამან იმუშაოს რა. და რავი, დიდად არ მგონია რა, რომ იმუშაოს, მაგრამ რაღაცას განახებთ, ანუ ყველა მიცით ეხლა რო ქათამს რო დავარტყავთ, ესე ნენილად ჩავა რა დაბლა. ხო და ჩემი აზრით მაგით იმუშავებს. იმუშავებს, მაგრამ არ იმუშავებს რა, ხო მიხდით. დავაბით უკვე სულ ყველა და ვნახოთ თუ იმუშავებს. და რა თქმა უნდა არ იმუშავებს. აი რას უნდა ელოდო ამისგან რომ იმუშაოს. ამასაც უწერ 10-დან -0-ს მოტყვებისთვის. და დრო გადავიდეთ ჩვენ შემდეგ live hack-ზე. ჩემი აზრით ეს live hack-ი იმუშავებს, რადგან მსგავსი რაღაც ადრე გაკეთებული მაქვს და მგონი გამოვა. მოკლედ ეხლა აქაც ესე ორ მაგას უნდა მოვთხაროთ. soul sand-ები ჩავდოთ და მე წყალი უნდა დავასხათ. და მოდი ამას ესე ვიზავ. მაგრამ რომ დიდი ადგილი იყოს, უფრო და ეხლა უნდა დავასხათ წყალი. შემდეგ ესე შუშებს გადმოვიტანთ, აქ ბუშტუკები ამოვა. და ესე შუშები ეხლა იმას გავტეხავთ, როგორც ვიდეოში იყო. ოხ. და არმორების დასადგამს ესე დავდებთ. ეხლა დრაგონის თავი და თქვენ ნებისმიერი თავის გაკეთება შეგიძლიათ. რავი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მე ამას გამოვიყენებ როგორც ვიდეოში იყო. და გავტეხოთ შუშები და ეგა მუშაობს. ძლივს პირველი გამოგვადგა რომ მუშაობს. და ესე რაღაც დრაგონი, მოძრავი დრაკონისავით არის რა რაღაც. და რავი, ამას დავუწერ 10-დან 7-ს, რადგან მუშაობს რა პირველი live hack-ი რომელიც გამოგვადგა. და გადავიდით დღეისთვის ბოლო live hack-ზე. This is how you build a fireball dispenser in 11 seconds. მოკლედ უკვე გაკეთებული მაქვს ეს ჩავდოთ ახლა ჩვენ fireball-ები ჩვენ dispenser-ში და უნდა გაისროლოს ახლა წესით. უნდა გაისროლოს. მიდი რა. ეგა ძმა, ერთი გაისროლო. ოპა. ძალიან კაი მენა, მგონი მუშაობს, კი არა მუშაობს. დავაი კიდევ ცოტა თქონდ ახლა ამჯერად ბევრი ჩავდოთ, დავდოთ ლივიერი და ეგა ძმა. იმენა მუშაობს და მუშაობს ხო?
კაია ძალიან დაგვშეკიდეთ ფაიერბოლები და ამასაც დაუწერა 10-დან 7 რა მოკლედ ხალხო დღეისათვის სულ ეს იყო თუ მოგიწევთ ვიდეო დაალაიქეთ გამოიწვიეთ და გააქტიურეთ ზარზღლაკი და კომენტარებში დამიწერეთ ესეთი მსგავსი ვიდეო კიდევ თუ გადავიღო ნახვამდის